გამარჯობათ. რამდენიმე დღის წინ საინიციატივო ჯგუფმა ფეხბურთის ბათუმში ფეხბურთის განვითარების პროგრამა წარადგინა, რომელიც რეგიონში ფედერაციის სტრუქტურის გაძლიერებას, ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას, სპორტული ბაზების შექმნასა და ინვენტარიზაციას ისახავს მიზნად. პროგრამის ამოქმედების შემთხვევაში აჭარის ფეხბურთის ისტორიაში პირველად სპორტის ამ სფეროს განვითარების სტრატეგია ექნება. საშუალოადიანი პროგრამა აჭარაში პროფესიონალური და მასობრივი ფეხბურთის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ამ პროექტის ავტორთა განცხადებით 5 წელიწადში რეგიონში სპორტული რეალობა შეიცვლება. ცნობილია, რომ მოახლოეს ხანებში ქვეყნის მასშტაბით ასევე იგეგმება ფეხბურთის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებაც. ამ პროგრამებმა კი ქართული საფეხბურთო რეალობა უკეთესობისაკენ უნდა შეცვალოს. Talk-show სპორტის დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან აჭარის ფეხბურთის განვითარების პროექტის ავტორი ჭაბა ჭანტურია, აჭარის ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე როსტომ შერვაშიძე, აჭარის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო სადამკვირვებლო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ გუნთაძე, ასევე გეგმავთ რამდენიმე ჩართვას. მოგესალმებით ბატონებო და პირველი კითხვა, რა თქმა უნდა, პროექტის ავტორთან. ჭაბა, რამ განაპირობა ამ პროექტის შექმნა და ამ პროექტის შესახებ რა პრიორიტეტებს მოიცავს, თუ შეიძლება მაყურებელს რომ გავაცნოთ? პირველ რიგში მოგესალმებით, მეგობრებთან ერთად 6 თვის უკან დავიწყეთ ამ პროექტზე მუშაობა. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ ნებისმიერ საქმის წარმატებისათვის აუცილებელია კონკრეტულად გაწერილი გეგმა, სტრატეგია, რომელიც იქნება რაც თავარია თანმიმდევრული და მოგცემს შედეგს. ჩემ მეგობრებთან ერთად დავიწყეთ მუშაობა, დავსახეთ პრიორიტეტები და მივედით იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელი იყო შექმნილიყო საშუალოადიანი პროგრამა, რომელიც იქნებოდა გათვლილი აჭარაში ფეხბურთის განვითარების პირველი ეტაპის დაწყებისთვის და ვფიქრობ, რომ საკმაოდ საინტერესო პროექტი მივიღეთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ამ პროექტს მაინც არ უწოდებთ საბოლოო ვერსიას, რადგან აღნიშნულმა პროექტმა უნდა გაიაროს სხვადასხვა ინსტანციები, უნდა შევაჯეროთ ჩვენი ხედვები ვეტერან ფეხბურთელებთან, იმ ადამიანებთან, იმ მენეჯერებთან, რომლებიც ჩართული არიან საფეხბურთო ცხოვრებაში ჩვენ რეგიონში და აუცილებლად უნდა მოხდეს მათი შეხედულებების გათვალისწინება. ჩვენი პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა გუშინ და ჩვენ უკვე რამოდენიმე ცვლილება შევიტანეთ პროექტში და ვფიქრობ, ესეთი სამუშაო შეხვედრები დახვეწავს კიდევ უფრო მყარს გახდის, რადგან რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება პროექტის ჩამოყალიბებაში ჩართული, მით უფრო ძლიერ პროექტს მივიღებთ, რომელიც რაც თავარია და მინდა აღვნიშნო, მოწოდებული იქნება შედეგზე და ჩვენთვის შედეგი არის ის, რომ გარკვეული წლების შემდეგ მივიღოთ როგორც მასობრივი ფეხბურთის, ასევე პროფესიული ფეხბურთის ზრდა, მივიღოთ გარკვეული ინფრასტრუქტურა, რომელიც ფეხბურთის განვითარებას კიდევ ერთხელ შეუწყობს ხელს. ჩვენ საკმაოდ დიდი ისტორია გვაქვს, დიდი საფეხბურთო რეგიონი ვართ და არ შეიძლება ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც დღეს ვიმყოფებით. სამწუხარო ეს არის და ჩვენ დღევანდელი გადაცემაც ემსახურება ამ პროგრამის განხილვას და მისი მინუსები თუ არის ასეთი და პლუსები და ხარვეზების ჩასწორებას ამ შემთხვევაში სანამ პროგრამა შევა რეალიზაციაში. სამეგრელო ზემოსვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო კვარაცხელიამ განაცხადა, რომ მათთან 3 წელია მოქმედებს პროგრამა, რომლის მიხედვითაც საფეხბურთო სკოლებს მუნიციპალიტეტები აფინანსებს. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჩვენს რეგიონში საფეხბურთო კლუბ ადელის გარდა ყველა საფეხბურთო სკოლა უფასოდ მუშაობს. ბატონო როსტომ, რა სიტყვით თქვენ? კი ბატონო. მოგესალმებით ბატონო რეზო, მივესალმებ სტუმრებს, მივესალმებ სპორტისა და ფეხბურთის მოყვარულებს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა მადლობა გადაუხადო ამ ახალგაზრდა კაცს, ბატონ ჯაბას და მის თანხმობს, რომლებმაც ეს პროექტი შეიმუშავეს. ჩვენ მოგვიწვიეს აჭარის ფეხბურთის სამთავრობო კომისია მოგვიწვია, რა თქმა მოგვიწვიეს და განხილვაში ვიმყოფებოდით. მინდა გითხრათ, რომ მოგვეწონა ძალიან ეს პროექტი. ერთი კვირის შემდეგ გუშინაც შევიკრიბეთ, რომ ჩამოყალიბდეს საინიციატივო ჯგუფი, აუცილებლად 7 კაციდან 10 კაცით იქნება. გავიარეთ ყველა ის პროექტი, რაც დასახეს ახალგაზრდა ვაჟკაცმა ბიჭებმა და ვფიქრობ, რომ მე მქონდა საუბარი გუშინ ტელეფონით ბატონ ავთანდილ ბერიძესთან, უმაღლეს საბჭოს თავმჯდომარესთან და ერთი კვირის შემდეგ ალბათ მოგვიწევენ, რომ ეს პროექტი გავიტანოთ უმაღლეს საბჭოს შემდეგ მთავრობაში. ძალიან კარგი და სასიამოვნოა, რა თქმა უნდა, თუ ეს პროგრამა ამოქმედება ჩვენ
ძალიან მოხარული ვიქნებით, რა თქმა უნდა, ფეხბურთის რეგიონში, ფეხბურთის წინსვლისად. ბატონოთარ, თქვენთან მექნება შემდეგი კითხვა. იგივე სამეგრელოსა და იმერეთში ტარდება ასაკობრივი ჩემპიონატები, თუმცა ჩვენთან აი ამ ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარება ვერ ხერხდება იმის გამო, რომ არ გვყავს მსაჯები. თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა გადაწყდეს ეს პრობლემა? პრობლემა უკვე აჭარის ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო სრულმა სპორტის დეპარტამენტის ხელშეწყობით მომიწვია მე თბილისიდან აქ სამუშაოდ უკვე დავიწყე მუშაობა 17 ახალგაზრდა ყავს მოწვეული რომელსაც ინტენსიურად უტარდება მეცადინეობები ყავს მოქმედი 5 მსაჯი მაგრამ ერთ მოქმედი 5 მსაჯი არ არის საკმარისი ამ ბავშვებთან ახალგაზრდა ბიჭებთან მუშაობთ საჭიროა ჩემპიონატის ტურნირების ჩატარება მუდმივი მოქმედი რომ ამ ახალგაზრდა ბიჭებმა მიიღონ გამოცდილება და შემდგომში რომ გაიზარდონ კვალიფიკაცია აიმოყოს. კიდევ ერთი თემა, რაც მსაჯობის პრობლემა ცალკეა, მაგრამ კვალიფიციური მსაჯობის პრობლემა ცალკე თემაა საქართველოში ქვეყნის მასშტაბით, ეს მარტო ჩვენს რეგიონში არ დგას. ამასთანავე საკმაოდ უსიამოვნო ინციდენტი მოხდა ქედის სტადიონზე, როცა ბეთლემის გულშემატკივრების სტადიონზე შევარდნენ და მატჩი ჩაშალეს და მსაჯი განახეს. ცალკე თემა აბო მონიავას აქციელი, რომელმაც შეცდომების კასკადი დაუჩვა ბეთლემის და ვანის უსულორის მატჩის დროს. ახლა მე მესმის თქვენი რომ თქვენ კოლეგაზე საუბარი ცოტა უხერხულიც იქნება, მაგრამ ზოგადად მინდა რომ პრობლემა შეეხოთ და აი კონკრეტულ მატჩზე თქვენ გასწრებოდით. არანაირად ჩვენ აქვე ვიტყვით რომ არანაირად გულშემატკივრების აქციას არ ვამართლებთ, მაგრამ ეს გარკვეულწილად საჯის ქმედებითაც ხომ იყო გამოწვეული ეს. უბიძგა იმისკენ რომ იცით რა არის ნებისმიერი მატჩი რომელიც ტარდება საქართველოში და არა მარტო საქართველოში, მსოფლიოს მასშტაბით შეუძლებელია მსაჯმა რომ შეცდომის გარეშე იმსაჯოს. შეგნებული შეცდომაც არა, შეგნებული შეცდომაზე აქ არ არის ლაპარაკი, არ შეიძლება ყოფილიყო იმ თამაში, იმიტომ რომ მე თვითონ გახდით მათში დაკვირვებელი, მაგრამ ეს არ არის იმის ასე თქვა და საერთოდ ამაზე ლაპარაკი შეიძლება რომ საჯი ამისათვის ისე დასაჯა მაყურებელმა გალახა რომ 52 ნაგერი დადეს მსაჯს ამას არანაირად რა თქმა უნდა არ ვამართლებთ არც მე და არც ნორმალურად მოაზროვნე არც ერთი ადამიანი შეიძლება დავამატებდე მე გახდით ამ მატჩზე ქედაში და მინდა გითხრათ რომ ეხლა ფეხბურთი რა თქმა უნდა ეს ისეთ თამაშია რომ მაყურებელმა უნდა მოვიდეს და ისიამოვნოს მაგრამ გადმოხვიდე და გალახო მსაჯი და რაღაც ასეთი შეუძლებელია ამიტომ მე არ ვამართლებ რომ ახლა მაყურებელს რომ ქედის მაყურებელს რომ ბეთლემის ბალეშიკების გულშემატკივრი 1900 მაპარტიად შეგაწყვეტინეთ 1950 წლიდან არსებობს საფეხბურთო კლუბი ქედის ბეთლემი იყო კოლმეურნე აკავრეთა შემდეგ ბეთლემი დაერქვა და მე არ მახსოვს ქედის ბეთლემის კლუბის ისტორიაში ასეთი ფაქტი რომ ყოფილიყო და აი ამიტომ ხაზი გავუსვია. რა თქმა უნდა, ფაქტიურად მსაჯმა შეცდა, ფაქტიურად ამ მსაჯმა იმსაჯა წინა კვირით ადელის თამაში, მე დაუკავშირდი საქართველოს ფედერაციის ფეხბურთის საჯთა კოლეგიას და ვთხოვე რომ თუ იქნება იმერეთის რეგიონის გუნდი აჭარაში გამოუშვან ან სამეგრელოდან ან თბილისიდან, მაგრამ ესო თანხებდანაა დამოკიდებული, რადგან თბილისიდან მსაჯები მოდიან არ არის. მაგრამ ერთი რაღაც არის ბატონ ეროზო მსაჯებს უნდა ქონდეთ კარგი ანაზღაურება. მსაჯებს არ აქვთ ანაზღაურება, 150 ლარი აი მსაჯების ანაზღაურება. პირველი ლიგის გაში. ეს თანხები უნდა ქონდეს კარგი ანაზღაურება, კარგი ხელფასი, მსაჯმა გამოვიდეს რომ იმსაჯოს. თუმცა ეს არ აძლევს გამართლებას იმისა რომ რა თქმა უნდა, მაგრამ ფეხბურთი უნდა ითამაშონ, უნდა ისიამოვნოს. ხდება რომ მსაჯმა გააფუჭა თამაში. ფაქტიურად მსაჯმა გააფუჭა 3 ერთეული პენალი არ დადო წითელი ბარათიც იყო, მაგრამ ფიქრობ რომ ეს გასასამართლებელი საბუთი არ არის რომ გადმოვიდეს მაყურებელმა და საჭ ხელი ურტყას და რაღაცა. არა, თლათ მასე არ იყო, ეხლა 3 პენალტი რა ვიცი მე ვერ ნახე. თუმცა შეცდომები საკმაოდ რაოდენობით იყო, რა თქმა უნდა. და აქ საუბარი არის რომ შეგნებული შეცდომები იყო. არა, შეგნებული შეცდომები მინდა გითხრათ რომ არ იყო, იქ იყო
გამოწეული რაღაც მაგ ახალგაზრდა მსაჯია მონიავა და აქ აკლია გამოცდილება. აი მე ფიქრობ, რომ უფრო მეტი გამოცდილების ბრალი იყო, გამოცდილების ბრალი იყო, ვიდრე შესწომები მიზან მიმართ. კარგი, ზოგადად საჯობის პრობლემას შევეხეთ და ჯაბასთან მინდა გადავიდე შემდეგი შეკითხვით. დღეს საქართველოს ქვეყნის მასშტაბით გავრცელებულია მოსაზრება, რომ საჯის პროფესია არის ესეთ მოსაზრებას გეუბნებით საზოგადოებაში, რაცა ხელმოცარული ადამიანების პროფესიად ითვლება დღეს საჯობა. როგორ აი ეს მეგეუბნები ბატონოთა შეიძლება გწყინთ, მაგრამ გეუბნებით გავრცელებულ მოსაზრებას. იმიტომ რომ თულად იწყებს ახალგაზრდობა საჯობას. კი ბატონო, და როგორ აპირებთ აი ამ პრობლემის აღმოფხვას? ერთ-ერთი პროექტი საჯობის დასაქმებაც არის თუ არ ხდება. კი ბატონო, საკმაოდ ისეთი თემით დავიწყე და აუცილებლად გავაგრძელებ შევეხები. ჩვენ სტრატეგიაში ნომერ პირველ ამოცანად მიგვაჩნია ფეხბურთის განვითარებისთვის ფედერაციის სტრუქტურის გაძლიერება. თუ ჩვენ არ გვეყოლება ძლიერი სტრუქტურა, თავისი ძლიერი კომიტეტებით, ფედერაცია ფიზიკურად ვერ შეძლებს სხვადასხვა პროგრამების კვალიფიციურ პროფესიონალურ განვითარებას. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ძლიერი კომიტეტები თავისი ძლიერი კადრებით. ეს ერთი. შემდეგ ჩვენ თქვი და აღნიშნე და კიდე გამიორდები, რომ ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია თანამდებობაზე. ძლიერი სტრუქტურის შემდეგ ჩვენ უკვე ვზრუნავარ და პირველი ნომერი ჩვენი ამომავალი წერტილი არის საჯების გადამზადება და მათი კვალიფიკაციის ამაღლება. კონკრეტული პროგრამა შემუშავდა და ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ, დღესდღეობით საჯობა ჩვენს ქვეყანაში ითვლება არაპოპულარულ პროფესიად. ძნელია ცოტა ისე ინტელექტუალური განათლებული ადამიანები მოვიზიდოთ, ანუ რაოდენობრივად ბევრი მოვიზიდოთ, არიან ადამიანები, რომლებსაც დაუშვათ ვახერხებ და აი სწორედ ამაზეა საუბარი, როგორ აპირებთ აი ბატონოთარი დამერწმუნება მე, რომ სანამ ისინი მივლენ რეგიონ და პირველ ლიგამდე ძალიან რთულ გზას გადიან. ფაქტიურად მათ ენთუზიაზმით უწევთ მუშაობა, ნორმატიული ბაზა არის მოსაწესრიგებელი ანაზღაურების კუთხით, აღარ შევჩერდება ამ კონკრეტულ საკითხზე და გეტყვით, რომ ჩვენ გეგმავთ, გარდა იმისა, რომ ბატონოთარმა აქტიურად იმუშავა და მოიზიდა 17 დამწყები ახალგაზრდა, აუცილებლად უნდა მოხდეს სტუდენტების მოწვევა და ჩართულობა. რატო? დღესდღეობით სტუდენტის ყველაზე დიდი პრობლემას წარმოადგენს დიდი ფინანსური გადასახადების სწავლის კუთხით. არიან ბევრი სტუდენტები, რომლებმაც გარკვეული პერიოდი ფეხბურთის თამაშობდნენ და პროფესიული კარიერა ვერ გააგრძელეს. თუ კი ჩვენ შევძლებთ ამ სტუდენტების მოზიდვას და მათთვის ფინანსური мотиваციის შექმნას და მოახერხებთ მათ გადამზადება და კატეგორიების მინიჭებას, მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ უფრო კარგ საჯების მიღებას, მათგან, იმიტომ რომ საჯი როგორ წარმოგიდგენია თქვენ ქვეყანა, რომელიც სადაც არ არის კანონმდებლობა და სადაც არ არის ძლიერი სასამართლო. ისევე ფეხბურთის წარმმართველი, თამაშის წესების დამცველი ამ შემთხვევაში არის საჯი და საჯი უნდა იყოს პიროვნება, რომელმაც თვითონ კარგად იცის თამაშის წესები. ამიტომ ჩვენ გვჭირდება ნიჭიერი ხალხი, ნიჭიერი თაობა, ჩვენ გვჭირდება განათლებული, ინტელექტუალური ახალგაზრდები, რომლებსაც კრეატიული, რომლებსაც საკმაოდ კარგად შეუძლია თამაშის წაკითხვა და ასეთ ადამიანებს ჩვენ უნდა შევქმნათ ფინანსური мотиваცია. როგორ უნდა შევქმნათ ფინანსური мотиваცია? უნდა შევქმნათ ასაკობრივი ჩემპიონატების დაწყებით, რასაც ჩვენ პროექტში ვითვალისწინებთ. ესეც უკვე თანამდებობრივად შემდეგი ეტაპია. გადავამზადებთ საჯები, ეხლა ამ საჯებს უნდა დასაქმება. დავასაქმოთ უნდა 5 ასაკობრივ ჩემპიონატში, ჩავატარებთ აჭარის ჩემპიონატებს, სადაც იქნება დასაქმებული ასევე ვეტერანი ფეხბურთელები მატჩის კომისრებად ივლინელი და ჩვენი საჯები გარკვეული 1 წლის განმავლობაში მიიღებენ გამოცდილებას, ჩვენ გვაქვს ასევე დაგეგმილი სხვადასხვა მასობრივი მიმართულება, ასევე ეს ბიჭები იქნებიან ამ მასობრივ ჩემპიონატებში დასაქმებულები და ჩემი გათვლებით, სადაც ერთ-ორ წელიწადში ჩვენ მივიღებთ უკვე საკმაოდ გადამზადებულ და კარგი კვალიფიკაციის მსაჯთა ბრიგადებს, რომლებიც დათიქნებიან უკვე რეგიონულ ლიგაში ცოტა ძნელია. 5 წელიწადზე იყო საუბარი ახლა. არა, მე ჩვენი პროგრამა ზუსტად გათვლილია 5 წელიწადზე და 5 წლის განმავლობაში ჩვენ კონკრეტულად უნდა დავდოთ რა უნდა მივიღოთ. ანუ ეს არ არის რამდენად შესაძლებელია ბატონოთარ შედეგის მიღწევა, თუნდაც 2 წელიწადში. ანგანებად 5 წელიწადში ახლა არის კატეგორია ახალგაზრდების, რომელიც ახერხებენ რომ წაიწიონ, მაგრამ მთლიანობაში 3-4 წელიწადი მინიმუმ უნდა რომ მომზადებს საჯი, კვალიფიციური საჯი. და ახლა თუ შეიძლება თქვენი ტელევიზიის საშუალებით აი სარგებლობ და ვთხოვ იმ ახალგაზრდებს, რომლებიცაც აქვს სურვილი იმ საჯოს მომზადდნენ აჭარის ფეხბურთის ფედერაციაში, სწავლება იქნება უფასო,
თანამედროვე ტექნიკით, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ გადასცა აჭარის ფეხბურთის ფედერაციას უახლოესი მასალებით FIFA, UEFA საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ყველა თვიური, ყველა სამთვეში გვაწვდის რა პერიოდი უნდა დაუშვათ მოვიდა სტუდენტი ადამიანი თქვენთან რა პერიოდი უნდა რომ მოემზადოს და შემდეგ საჯზე იმსაჯოს მატჩზე იმაბადიებს მატჩზე იმსაჯოს იცით რა არის პირველი ეტაპი იწყება თამაშის წესების შესწავლით ასე ვთქვათ ოთახში დიახ და აუცილებლად საჭიროა ეს ოთახიდან ასწავლი გადატანა მინდორში და პრაქტიკული გამოცდილება რომ იყოს სადაც საჯი პრაქტიკულად იხვეწება მან. სხვანაირად არ შეიძლება იყოს საჯს ასწავლო ოთახში და ამით დამთავრდეს ყველაფერი. კი ბატონო, პრაქტიკა აუცილებლად პრაქტიკაში ყველაფერი აი მაშინ იხედება მისი შესაძლებლობები თუ რა შეუძლია გახდეს მთავარი საჯი ან საჯის ასისტენტი. აი ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული უკვე მუშაობა და იმედია ჩვენ ახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე. მოგესალმებით ბატონო სულხან, მინდა გითხოთ რა ეტაპზე რა თანხა იხარჯება აჭარაში საფეხბურთო კლუბებზე და განვითარების რა ეტაპზე ვართ ახლა ამჟამად რეგიონში? მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს. დაახლოებით ჩემი ინფორმაციით, სადაც ჯამურად აჭარაში ფეხბურთზე იხარჯება 4 მილიონ ლარამდე, 3 მილიონ 800.000, 4 მილიონ ლარის ფარგლებში. რაც შეეხება განვითარებას, მინდა გითხრათ, რომ ალბათ პირველი პრეცედენტია აჭარის რეალობაში და ისტორიაში, რომ 4 კლუბი ღებულობს მონაწილეობას საქართველოს პირველი ლიგის გათამაშებაში. 5 კლუბი ბატონო სულხან. 5 კლუბი უკაცრავად, დიახ, 5 კლუბი ღებულობს მონაწილეობას საქართველოს პირველი ლიგის გათამაშებაში. მე ალბათ დაუბრუნდები იმ თემას, რომელ თემაზეც თქვენ საუბრობდით, ეხლა პირველ რიგში მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ჯაბას თავის მეგობრებთან ერთად, იმიტომ რომ მე ძალიან ახლოს და კარგად ვიცნობ ამ პროგრამას. და მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად არის დამუშავებული ეს პროგრამა იმისათვის, რომ რაღაცით დავიწყოთ და განვითარება ფეხბურთმა ნამდვილად განვითარების გზაზე დადგეს. რაც შეეხება ბატონი ოთარის ჩამობრძანებას, ბატონი ოთარი 2012 წელშიც იყო მოწვეული აჭარის ფეხბურთის ფედერაციას, მაშინაც სპორტის დეპარტამენტმა ძალიან გვერდში დაგვიდგა, დღესაც სპორტის დეპარტამენტს მადლობა გვინდა ამისთვის უთხრა დაგვიდგა გვერდში და ბატონი ოთარი FIFA-ს საჯი გახლავთ და ძალიან სერიოზულ საქმეს აკეთებს. როგორ შეიძლება განვითარდეს ეს, ამაზე ჯაბა მისაუბრა, ალბათ ის ასაკობრივი ჯგუფები, სადაც თუ ეს პროექტი დაფინანსდება, შეიქმნება ამ ასაკობრივი ჯგუფების ჩემპიონატები, სადაც ამ ახალ დამწყებ საჯებს ექნებათ თავისი პრაქტიკა, სადაც შეძლებენ პრაქტიკის განხორციელებას. დანარჩენი არ ვიცი, ალბათ თვითონ პროექტის ავტორი ისაუბრებს პროექტთან დაკავშირებით უფრო დეტალურად. მე მინდა უბრალოდ ყველას ვთხოვო, პირველ რიგში ბატონ როსტომსაც მინდა მადლობა გადაუხადო, რომ დაეგრევე დაგვიდგა გვერდში. ინფორმაცია მიაწოდა აჭარის უზენაეს საბჭოს, ასევე ინფორმაცია მიეწოდება აჭარის მთავრობას და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ყველანი ერთად ამ პროექტს, კონკრეტულად პროექტს დაუდგებით გვერდში, შევძლებთ ამ პროექტის განხორციელებას და მერწმუნეთ, რომ ჯაბას თავის მეგობრებთან ერთად და აჭარის ფეხბურთის ფედერაციას შეწევს ძალა, რომ ეს პროექტი ხორცშესხმული იყოს და ასე ვთქვათ, განხორციელდეს. ბატონო სულხან, ფეხბურთის განვითარების პროგრამა ფედერაციის სტრუქტურულ გაძლიერებასაც ითვალისწინებს. ამის თაობაზე რისი თქმა შეგიძლიათ და დაფინანსება იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი განხორციელდება, სახელმწიფომ პირდაპირ ფედერაციას უნდა გადაურიცხოს თანხა. როგორ თქვენი ხედვა როგორია? თუ დეპარტამენტს უნდა გადაურიცხოს და იქიდან დეპარტამენტმა უნდა გადმოგირიცხოთ თქვენ თუ როგორ ფინანსური მხარე როგორ უნდა მოგვარდეს? თქვენი მოსაზრება როგორია ამასთან დაკავშირებით? მე ჩემი მოსაზრება მინდა გითხრათ, რომ უпростоრად არ მინდა იყოს აღქმული როგორც სუბიექტური, რადგანაც დღეს მე ვარ ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელი, პირადად მე მიმაჩნია
და ალბათ ჯაბაც დამიდასტურებს, რომ ოდესაც საუბარი წავიდა სახელმწიფო პროგრამაზე ფეხბურთის განვითარებასთან დაკავშირებით, ალბათ პარალელურად მაგიტომაც გაჩნდა, უბრალოდ აზრი უფრო ადრე იყო დაბადებული, მაგრამ აი ჯაბამ დაიწყო ხორცის შესხმა ამ პროგრამისთვის. მე მიმაჩნია, რომ ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, ფედერაციის გზით, ფედერაცია უნდა დაფინანსდეს, გამოიყოს თანხა და შემდგომში, რა თქმა უნდა გაკონტროლდეს ფედერაცია, მონიტორინგი უნდა ჩაატაროს, ალბათ თვითონ ფულის გამომყოფი გადაწყვიტავს ეს სპორტის დეპარტამენტს დაევალება თუ სხვა ასე ვთქვათ ორგანოს დაევალება, ვინც მონიტორინგს ჩაატარებს თუ როგორ მიზნობრივად და როგორ სწორად ვითარდება ამ პროგრამის განვითარება და მიმდინარეობა. მერწმუნეთ, იმდენად დეტალურად არის ჩაშლილი და გაკეთებული ეს პროგრამა, ალბათ ამას 3-4 გადაცემა არ ეყოფა, რომ განვიხილოთ ესე დეტალურად, რომ იქ აბსოლუტურად ყველაფერი არის გაწერილი, დაწერილი და რო იტყვიან რაღაც ჩრთილოვანი რაღაცეები არ არსებობს და აქედან გამომდინარე მე პირადად ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ, რომ ეს პირდაპირ ფედერაციის დაფინანსებით, უпростоრად მე მიმაჩნია, რომ ეს პირდაპირ ფედერაციის დაფინანსებით უნდა გაკეთდეს აუცილებლად. მადლობას გიხდით ბატონო სულხან, გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენი სტუმარი აჭარის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სულხან გოგიბერიძე გახდათ. ჩვენი სტუდიის სტუმრებთან გადავალ შემდეგ კითხვით ამ პროგრამისთვის. ამ პროგრამის მიხედვით თუ იგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, ბატონო როსტომ, ჯაბა თქვენ რა სიტყვით? ბატონო როსტომთან ჩვენ გქონდა საუბარი. ეს სტრატეგია მოიცავს პირველ რიგში სხვადასხვა პროგრამებს და პროექტებს, რომლებიც აუცილებელი და უმთავრესია რომ დავიწყოთ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ინფრასტრუქტურული პროექტები საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ამიტომ კარგი იქნებოდა აუცილებელი იყო რაღაცით დაგვეწყო და პარალელურ რეჟიმში მოხდეს უკვე ფიქრი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე. ბატონო როსტომთან ჩვენ ვისაუბრეთ და გვაქვს ესეთი პროექტი იდეის დონეზე და ჩვენ აუცილებლად ამას დავდებთ რამოდენიმე სალკე პროექტი იქნება, შესაძლებელია დავუშვათ მიებას, არც ეგ არის პრობლემა. ჩვენ გვაქვს ესეთი პროექტი მიტოვებული სტადიონების ათვისება აჭარის რეგიონში არის მოედნები, შეიძლება ბევრმა ჩვენმა მაყურებელმაც არ იცოდეს, მე ვიცი, მაგალითად ახალშენში, ჩაქვში არის. ახალშენში, ჩაქვში 3 მოედანია მაგალითად და ამ მოედნების მონიტორინგი ჩვენ ბაზაში ვქნით, გადავუღებთ ფოტოებს, ავზომავთ ტერიტორიებს და აუცილებლად რამოდენიმე ხანში ჩვენ წარუდგენთ აღნიშნულ პროექტსაც ჩვენ საზოგადოებას და შესაძლებელია ვიფიქროთ გზაზე როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის პრობლემა. ეს სტადიონები ამჟამად უპატრონო და მიტოვებული, ვინმე პატრონოს, ვის ბალანსია? ხომ არ იცით ეს? არა, მიტოვებული არის ფაქტიურად მე მინდა გითხრათ, რომ სოფელ ხალაში უნიკალური სტადიონი არის, ჩვენ დავათვალიერეთ, ვიყავით, მე ხშირად დავდივარ, ოჯახობა იქიდან მყავს და ძალიან კარგი საფარი არის, ხელოვნური და მინდა გითხრათ, რომ ხელოვნური თუ ბუნებრივი? ბუნებრივი, მოძიხდით, ბუნებრივი, ამიტომ პატრონი არ აყავს და ვფიქრობთ, რომ ბატონ ჯაბასთან ერთად გუშინ გავიარეთ ეს საკითხები, ვეღარ მოასწარეთ გადაღებები, ხვალიდან დაიწყებენ გადაღებებს და უმაღლეს საბჭოში როცა ავალთ, წარუდგენთ, ახალშენში არის მიტოვებული, რომელსაც კარგი საჩინოში არის, ასეთი სტადიონები არის დაახლოებით 1000. ჩვენ ბობოყვათის სტადიონი გადავეცით, შუქურას, იცით, ახლა მე პატრონი არის, მაგრამ ბოლომდე ვერ მივიყვანეთ რაღაცა ეკონომიკის სამინისტრო მაინც რაღაცნაირად გვაფერხებს და ვთხოვთ, რომ კიდევ რომ დაგვეხმაროთ ასეთი სტადიონების გადმოცემაში, თუ არის ეკონომიკის სამინისტროზე, ვთხოვთ, რომ ფეხბურთის განვითარებისათვის, რა თქმა უნდა, მატერიალური ტექნიკური ბაზა უნდა შეიქმნას. ეხლა 5 ანუ გადმოგცემ, ვის უნდა გადასცენ ამ შემთხვევაში ეკონომიკის სამინისტრო? ფიქრობ ფედერაციას და ფეხბურთის ფედერაციის ბალანსი. ფეხბურთის ფედერაციის ბალანსი იყოს სტადიონები. კი, მაგრამ მის სიმაღლეც ხომ ცალკე ხარჯებთან ფედერაციამ აუცილებლად უნდა მოახერხოს შემდგომში ინვესტორის მოძიება, მაგალითად არის ესეთი არაჩვეულებრივი პრეცედენტი ჩაისუბანში, ჩაქვის ჩაისუბანში. არა, ოროლის თავისკენ მოედანი იყო, რომელიც გადაეცა ფრენგის ბაკურიძემ და შვენივრად მოეწყო, ძალიან კარგი საფეხბურთო სკოლა გააკეთა. ეს არის კლასიკური მაგალითი. მოიძებნება ადამიანები, რომელსაც ხალხში დაგვიდგებიან
თუ გადავცემთ კერძო საკუთრებაში, ამას არაფერი არ ჯობია, უფრო ჯობია რომ გადავცემთ საფეხბურთო სკოლებში მოედანია და ბოულის, ახლა ბატონმა თენგიზმა ისეთი კარგად გააკეთა. ძალიან. საფარი და ყველაფერი გაგიხარდება, როცა ტრიბუნების გაკეთება ან მინი მოედანის გაკეთდა და არაჩვეულებრივია, ეს არის კლასიკური ბატონის დინამოს ყოფილი ფეხბურთელი ჯუმერ მენამდე კი, მე გეტყვით ბატონ რეზო, ახლა შეიძლება დრო ცოტა გვაქვს, მაგრამ ამ პროექტში ყველაფერი არის კარგად გაწერილი. როცა ჩვენ უმაღლეს საბჭოს წარუდგენთ და პრეზენტაცია თქვენაც იქნებით აუცილებლად, ტელევიზია იქნება და მოვიწვევთ ყველა იმ ხალხს, ფეხბურთის მოყვარულები იქნებიან, ვეტერანი ფეხბურთელი მწვრთნელები იქნებიან, უმაღლეს საბჭოში დეპუტატები იქნებიან, მთავრობიდანაც, რომ გავიაროთ ეს პროექტი. აქ ყველაფერი არის დეტალურად ბატონ ჯაბას და მის კოლექტივს დეტალურად ყველაფერი გაწერილი აქვს კარგ დონეზე. ჩაბა, ფინანსურ მხარეს პროექტის რაც შეეხება რა ჯდება ან პროექტის განხორციელება რეალურად? მინიმალური და მაქსიმალური სახელმწიფოს რა თანხა დაუჯდება? ბატონმა სულხანმა აღნიშნა, ჩვენ დაახლოებით დავთვალეთ თუ რა თანხა იხარჯება რეგიონში ფეხბურთის 4 მილიონი ლარი. ხო, ეს არის საკლუბო დაფინანსება, ეს არის სხვადასხვა პროექტები, სხვადასხვა ფედერაციებზე გამოყოფილი თანხა, იმიტომ რომ გარდა ფეხბურთის ფედერაციის არის მოღვაწეობს აჭარის ფუტზალისა და საფეხბურთო ფეხბურთის ფედერაცია, არის მინი ფეხბურთის ფედერაცია. ჩემი იდეა არის და ჩვენ პროექტში გათვალისწინებული ყავს, რომ აბსოლუტურად ყველა ეს საფეხბურთო განშტოებები უნდა მოექცეს ფეხბურთის ფედერაციაში კომიტეტის სახით და ყველა სხვადასხვა მასობრივ ღონისძიებებსაც უნდა ახორციელდეს ფეხბურთის ფედერაცია როგორც ძლიერი ერთიანი სტრუქტურა. კი ბატონო, ჩვენ ვთქვით რომ იხარჯება დაახლოებით 3.8 4 მილიონი ლარამდე და ჩვენი პროექტის ფარგლებში დაგვჭირდება აი ამ თანხის 15-20%. ამ ეტაპისთვის ბიუჯეტი არის 630,000 ლარამდე, მაგრამ ეს კიდე დაკორექტირდება, სამუშაო რეჟიმში ვართ და ჩემი აზრით ეს არ არის ის თანხა ერთი წლის განმავლობაში 5 წლის განმავლობაში ფაქტობრივად დაჭირდება 3 მილიონზე მეტი თანხა. რა თქმა უნდა, დიდ თანხაზე არაა საუბარი. 5 წლიანი პროგრამა, რომელიც ფეხბურთის განვითარებას შეუწყობს ხელს. კარგით, კიდევ ერთი ჩართვა გვაქვს პირდაპირ ეთერში, ამჟამად პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ვალერი ბერაძე, მაპატიეთ, მოგესალმებით. ბატონო ვალერი, გამარჯობათ, მოგესალმებით, მივესალმებით მაყურებელს. ეს პროგრამა, ფეხბურთის განვითარების პროგრამა, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, რა თქმა უნდა, ვერ განხორციელდება და ამასთან საინტერესოა თქვენი მოსაზრება. რას ფიქრობთ პროექტის თაობაზე? მე პროექტს ახლოს და დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ წარმოდგენა მაქვს, შემექმნა გადავხედე და დრო არ მქონია დეტალურად გამეცნო. ამ ზოგადი გადახედვითაც არის კითხვები, თუმცა მე ახლა ამ დეტალებზე საუბარს არ ვაპირებ, მაგრამ არ მგონია რომ ესეთი კითხვები იყოს, რომ პროექტის ავტორებს მასზე კითხვებზე პასუხი არ ქონდეთ, ან რაღაც შეჯერებული ვარიანტის გამოძებნა იყოს ძნელი. ჩვენ სამთავრობო კომისია გვყავს ბიუჯეტის პრიორიტეტების განხილვის, სწორედ ეხლა მუშაობს, მაისის თვიდან დავიწყოთ მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვას და ვფიქრობ, თავისუფლად შეიძლება ამ კომისიაზე გამოვიდეს ეს პროექტი პროგრამის სახით და განვიხილოთ და ამ კომისიაზე გადაწყდება მისი პლუსები, მინუსები, რაც დასაკორექტირებელი ალბათ დააკორექტირდება და გადაწყვეტილებას მივიღებთ. ეს კომისია შედგება სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლებისგან და არასამთავრობო სექტორისგან. თავისთავად პროექტის ავტორებიც მიიღებენ ამ განხილვაში მონაწილეობას და ვფიქრობ, წარმატებული იქნება. ზოგადად მე ამ პროექტს ხარს უჭერ, ასეთი სახის პროგრამებს ხარს უჭერ, ფეხბურთს აუცილებლად ჭირდება განვითარება და ვფიქრობ, წარმატებაც იქნება. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო მხარი დაუჭირა ამ პროგრამის ფინანსურ მხარეს, ესე იგი მომავალი წლიდან ამოქმედება რა თქმა უნდა, ხა წელს ჩვენ ბიუჯეტი, წელამდელი წლის ბიუჯეტი უკვე არსებობს. შესაძლებელია წლის განმავლობაში კორექტირება და თუ გადაწყვეტს სამთავრობო კომისია, რომ ეს პროექტი კორექტირებას დაექვემდებაროს და ბიუჯეტში კორექტირება შევიდეს და მოხდეს ამ პროექტის წელსვე განხორციელება, მაგასაც მივესალმები. მე ახლა მხოლოდ შემიძლია გითხრათ ზოგადად რა შეიძლება მოხდეს და რა სიკეთები შეიძლება მოხდეს ამ პროექტის განხორციელების მხრივ, მაგრამ როგორ და რანაირად იქნება ეს განხილვის პროცესია, სამუშაო პროცესია და ვფიქრობ, წინ ბევრი სამუშაო გვაქვს ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთი საკითხი, ბატონო ვალერი, რეგიონში არ არსებობს სპორტული დისპანსერი, რომელიც აუცილებელია მომავალი თაობის ჯანმრთელობის კონტროლის თვალსაზრისით. ხომ არ იგეგმება ამ კუთხით სიახლეები? სპორტული დისპანსერი ზოგადად კარგი თემა ადრე იყო, მე როგორც მახსოვს, ჩემს ახალგაზრდობაში და
მადლობთ ამ კითხვისთვის. მართლაც გვაქვს ეგ იდეა და გქონდა ეგ საუბარი მაგ თემაზე, მაგრამ ცოტა ესეთი განსახორციელებელი, ანუ რამდენად განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტროს პრეროგატივაა, იმიტომ რომ ეს დისპანსერი მოგეხსენებათ ჯანდაცვასთან ასოცირდება და გარდა იმისა, რომ ბიუჯეტური საკითხებია გადასაწყვეტი ამ მხრივ და ტერიტორია და შენობა და ინფრასტრუქტურა, ამას გარდა არის პროფესიონალების და ჯანდაცვის ექიმების აუცილებლობა. ამ მხრივ ვფიქრობ იგივე ზეგან საუბრობდი ამ პრიორიტეტების განხილვის კომისიაზე, მე ვფიქრობ დავაყენებ ამ საკითხს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებიან ამ კომისიას, ერთად კომისიის წევრიც არის ძალიან კარგი იქნება. მინდა რომ ეს საკითხი დავაყენო, რამდენად გამოგვივა, ამაზეც ვერაფერს ვერ შეკვირდებით, კიდევ ერთხელ გეუბნებით, ეს არის ბიუჯეტური და სხვა სპეციფიკური თემები, რომელიც არის მუშა პროცესი და 2015 წლის ბიუჯეტის ფორმირება იწყება ეხლა და ვფიქრობ წლის ბოლოსთვის უკვე ჩამოყალიბებული გვექნება რა და როგორ. ერთზეც და მეორეც, აი წინა საკითხით დაახლოებით. არ ამგონია ბატონო ვალერი ჯანმრთელობის ჯანდაცვის სამინისტრო გნება მთავრობა უარი თქვას ბავშვების ჯანმრთელობაზე და უარი თქვან აი სპორტული დისპანსერის არავინ არ ეთქვის უარს, თუმცა აქ რაღაც ბიუჯეტს თავისი წესები და ფინანსური წყაროების მოძიების საკითხები არის და აქედან გამომდინარე მე პირადად ეხლა ვერაფერს ვერ შეგვიძლია. თუმცა საკითხს აუცილებლად დავსვამ და ნუ როგორ რა გამოგვივა შედეგი გვაჩვენებს. იმედია დადებითად გადაწყდება. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. ჩვენ კიდევ რამდენიმე ჩართვას გეგმავთ. ჩვენი სტუმარი იყო აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის ministris მოადგილე ვალერი ბერაძე. ბატონო ოთარ, ამ ეტაპზე თუ არსებობს მსაჯების სახელმძღვანელები, რომელთაც თქვენ წარმატებულად ვისაუბრეთ, სახელმძღვანელო, რითაც მოემზადება მსაჯი. თეორიაზე აქ საუბარი, თორემ პრაქტიკა შემდეგ სტადიონზე უნდა მიიღოს. კი, არსებობს, რა თქმა უნდა. წესების წიგნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ FIFA-ს ნებართვით გადათარგმნა, მოგვაწოდა, სხვათა შორის დღეს ჩამოვიტანე და დაურიგე ბავშვებს და ხელმძღვანელობა და ძალიან კარგი მასალები გვაქვს, ამავე დროს DVD მასალები, რომელთაც ჩვენ აი ბავშვებს ვაჩვენებთ ხოლმე ტელევიზიის საშუალებით, სპეციალური საშუალებებით, რომელიც ძალიან მინდა გითხრათ, რომ ძალიან დაინტერესებული არიან მომავალი თაობა. და არის ასეთი საშუალება. ვესამებთ ხოლოდ თუ მსაჯის პროფესიით დაინტერესდა სტუდენტობა, ეს ძალიან კარგია და ცოტა რთული საქმეა, ძალიან უჭირთ, მაგრამ ჭალებში უნდა მოგწამოთ. მენტალური პრობლემაა ალბათ ქართულ სახელმწიფოში. არავის არ სურს საკუთარი შვილი სტადიონზე გაიყვანოს და შემდეგ მაყურებელმა უსტვინოს ამ მსაჯს. ჯაბა, თქვენთან ვარ კიდევ შემდეგ კითხვით, ამ პროექტი ითვალისწინებს უნივერსიტეტის სპორტული კათედრის შექმნას. პროექტის მიხედვითაა ეს კათედრა? პროექტის მიხედვით, ანუ კონკრეტულად აქ ჩვენ სტრატეგიაში ამ საკითხზე, ჩვენ უბრალოდ გვაქვს განსაკუთრებული ადგილი დათმობილი იმაზე, რომ ჩვენთან უნივერსიტეტთან თანამშრომლობით მოხდეს კათედრის აღდგენა. იმიტომ რომ მეც მაგალითად ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ვარ და საკმაოდ დიდი განათლება მივიღე და ვფიქრობ, რომ აუცილებელია რეგიონში იყოს, იმიტომ რომ ჩვენ გარკვეული წლების შემდეგ მაგალითად სკოლებში სპორტის პედაგოგის კადრების არ ქონა სწავლადებით, იმიტომ რომ ფაქტობრივად აღარ მზადდება ეს და ფაქტობრივად სკოლებში არ სტარდება ახლა უმეტეს სკოლებზე გვაქვს საუბარი ზოგიერთ სკოლასთან ბოდიში მომიხდია ახლა მაგრამ უმეტეს სკოლებში არ ტარდება ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები რაც აუცილებელია ალბათ რა მინდა ესეთი პატარა შეჯამების სახით უბრალოდ ჩვენ აქ საკმაოდ დიდი დრო წაგვივა ყველაფერს დეტალურად რო ვისაუბროთ, მაგრამ კონკრეტულად მინდა რომ საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რას ითვალისწინებს ეს სტრატეგია. ანუ კონკრეტულად მოკლედ რო შევაჯამოთ, ანუ რაზე იქნება გამახვილებული ყურადღება. პირველი ის ითვალისწინებს რომ მივიღოთ ძლიერი ფედერაცია, ფედერაცია რომელიც მზად იქნება ნებისმიერი ხარისხის, ნებისმიერი დონის ტურნირი ჩაატაროს და სხვადასხვა აქტივობები დაგეგმოს. აქვე იქნება ჩვენ პროექტები, სხვადასხვა სპეცპროექტებია ბიუჯეტში გათვალისწინებული ვეტერან ფეხბურთელთა მხარდაჭერის პროგრამა, სხვადასხვა ტურნირები და სხვადასხვა საიუბილეო ღონისძიებების აღება. ქალთა ფეხბურთი, sapleažo ფეხბურთი, საერთაშორისო კონფერენციები და საერთაშორისო სხვადასხვა წამყვანი კლუბების მენეჯერებისა და ფედერაციების გამოცდილების გაზიარება. ასევე გვაქვს სხვადასხვა ასაკობრივი ტურნირები, თქვით 5 ასაკობრივი ტურნირი და 5 ასაკობრივი
აჭარის ნაკრების შექმნა, რომლებიც სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. გათვალისწინებულია მასობრივი მიმართულებით ფუტზალი, საფლაჟო ფეხბურთი, მინი ფეხბურთი, როგორც ქალებში, ასევე ვაჟებში. მაგალითად, ფუტზალში და საფლაჟო ფეხბურთში იგეგმება მიმართულებები, შეიქმნება სასკოლო ლიგა, საუნივერსიტეტო ლიგა, ბათუმის ლიგა, აჭარის ლიგა და ბიზნეს ლიგა. ეს იგეგმება მთელ წელზე გაწერილი მასობრივი ღონისძიება, რომელსაც მასობრივი კომიტეტი განახორციელებს სასაჯიბრო და სამსაჯო და სადამკვირვებლო კომიტეტთან ერთობლივ თანამშრომლობით. ასევე გვაქვს ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელზედაც წერა თქვენ მოგახსენეთ მიტოვებული სტადიონების დატვირთვა ერთი ამ პროექტის განხორციელების შემდეგ გარკვეული წლების შემდეგ თუ ჩვენ მომზადებთ ნიადაგ შესაძლებელი გვექნება თურქული მაგალითის გამოყენება და მეზობელი ქვეყნებისთვის სპორტული შეკრებების ორგანიზება, რაც ასევე დამატებითი შემოსავალი იქნება ფედერაციისთვის. ასევე იგეგმება ფედერაციის აჭარაში ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნა, რომელიც საინვესტიციო კომიტეტთან ერთად იმუშავებს ინვესტიციების მოზიდვაზე და ჩვენ გარკვეული გამოცდილება გვაქვს სპონსორებთან მუშაობის და გარკვეული თანხების მოზიდვის. აღნიშნული თანხებიდან შესაძლებელი გვექნება გაჭირვებული ბავშვების სტიპენდირება, სხვადასხვა მწვრთნელების წახალისება და ასე შემდეგ. გვაქვს სხვადასხვა მიმართულებები, როგორც აღნიშნეთ, ჩვენ საჯთა განმზადების პროგრამა გვაქვს, ასევე ჩვენთან ლიცენზირების პროგრამა. ლიცენზირების პრობლემას აუცილებლად დაუბრუნდებით, ცოტა მოგვიანებით. მე მინდა თქვენ თითქმის ფაქტობრივად ყველაფერი ჩამოთვალეთ, ოღონდ არ გიხსენებიათ მასმედიის როლი აი ამ პროექტის განხორციელებაში. იქნება დღევანდელი გადაცემაც აი ამ პროექტის პოპულარიზაციას უწევთ ხარს უჭერთ, რა თქმა უნდა, ამ პროექტს და რა როლი აკისრია მასმედიის წარმომადგენლებს ამ პროექტის განხორციელებაში. მე ვიცი, რომ ამ ხრივად სიახლეა და ამ პროექტის მიხედვით იგეგმება. კი ბატონო, დღევანდელი რეალობა გვაჩვენებს იმას, რომ აბსოლუტურად ნებისმიერ საქმიანობას ჩვენ რომ მოახდინოთ სპონსორების ჩართულობა, გჭირდება მეტი პიარი, ესე რომ ვთქვათ, მეტი სხვადასხვა ორგანიზაციების კარგი შეფუთვა. ამისთვის ჩვენ გვესაჭიროება პიარისა და მარკეტინგის სამსახური, რომელიც გათვალისწინებულია პროექტის, გვეყოლება ფედერაციის პრესამსახური, გვექნება საიტი ფედერაციის და გვექნება იგეგმება ფედერაციის ინტერნეტ ტელევიზიის შექმნა. ინტერნეტ ტელევიზიის ცოტა თანამედროვე ტექნოლოგიური საშუალებები გვეძლევა ამის საშუალებას. ამ ინტერნეტ ტელევიზიის საშუალებებით ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია განვახორციელოთ სხვადასხვა შეხვედრების პირდაპირ ტრანსლირებაც. ბატონო როსტომ, მე მინდა მაბადეთ რა გაწყვეტინოთ, რამდენად რეალური გეჩვენებათ აი ინტერნეტ ტელევიზიებზე იყო მასმედიის მხარდაჭერა სტრუქტურის გაძლიერებაზე, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ აი ამ ყველაფრის გაკეთება ამ თანხით 650.000 ლარი. ფაქტიურად თანხა დიდი არ არის, მაგრამ მაგას გეუბნებით პროექტი, რომელიც გაიწერა და ჩამოყალიბა ბატონო ჯაბამ და მისმა გუნდმა, ფიქრობ, რომ ეს დასაწყისი არის, ალბათ ყოფნის ეს თანხები ეყოფა აუცილებლად. ეხლა აქ არ არის ისეთი, რომ ჩვენ გავხარჯოთ თანხები რაღაც სხვადასხვა, ეს თანხები უნდა გაიხარჯოს მიზნობრივად. კი ბატონო. ეს ამ კვირაში ამ თანხების გახარჯვის პროგრამა იქნება აუცილებლად ყველა პროექტთან გაწერილი, როცა წარუდგენ ჩვენ უმაღლეს საბჭოს და ვფიქრობ, რომ ეს თანხები დიდი არ არის და მთავრობამ უნდა გაიღოს ეს თანხები ბიუჯეტიდან, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. მთავრობაში ერთ კვირაში დაიწყება ამ პროგრამა. დიახ. ძალიან კარგი. კიდევ ერთი ჩართვა. ეხლა სტუდიაში ბათუმის დინამოს განვითარების მენეჯერი გელა შეყილაძე ჩაგვერთვება. მოგესალმებით, ბატონო გელა. მოგესალმებით. მინდა თქვენი აზრიც მოვისმინოთ ეხლა ამ პროექტთან, ფეხბურთის განვითარების პროექტთან დაკავშირებით. რამდენად მისაღებია ეს პროექტი თქვენთვის და რა შენიშვნები გაქვთ? ან შეიძლება რაღაც მუხლის დამატებაც მოითხოვოთ ამ შემთხვევაში? ზოგადად ფეხბურთზე რომ მიდის ლაპარაკი უკვე კარგია ბათუმში, უკვე აჭარაში. რადგან მე მინდა ცოტა უკან დავუბრუნდე და შევახსენო ბათუმის გულშემატკივრებს. ბათუმის დინამოს გააჩნდა ერთ-ერთი კარგი სტადიონი. ჰქონდა სპორტ სკოლა, არდაგანი, ალბათ გახსოვთ ყველას. ჰქონდათ ბენზო სტადიონი და ეს ყველაფერი დღესდღეობით არ არსებობს. ერთადერთი რაც აქვს ახლა ბათუმის დინამოს დარჩენილი, ეს არის ანგისის სტადიონი, სადაც სხვადასხვა სპორტის სახეობები არის კიდე ესე ვთქვათ შეკედლებული და როგორც ბათუმის დინამოს წარმომადგენელი და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ხელმძღვანელი მინდა ვთხოვო, ვისაც ეს ეკუთვნის, რომ ეს ბათუმის დინამოსთვის ანგისის სტადიონი იყოს ძირითადი ბაზა. ეს ხელშეუწყობს მთლიანად რეგიონში განვითარებას ფეხბურთის
და მთლიანად საქართველოში. იმიტომ რომ დღესდღეობით ძალიან ცუდი მდგომარეობა არის. კიდე იმ პროექტით, რაც დღეს აპირებს დღევანდელი ესე ვთქვათ განვითარების პროგრამა, რაც ჩვენ წარმოგვიდგინა ჯავამ, თუ არ იქნება ბათუმის დინამო, მე მგონი ძალიან ძნელად განსახორციელებელი იქნება ეს ყველაფერი, რაზეც ჩვენ ვლაპარაკობთ. თვითონ იდეა კარგია, თვითონ ბევრი დეტალები ძალიან კარგად არის და ძირფესვიანად არის იმ პროგრამაში გაწერილი, მაგრამ თუ არ იქნება ბათუმის დინამოსთვის აი ეს პროექტი და ანგისის პროექტი დამტკიცებული და ბავშვებს არ ექნება განვითარების საშუალება, მე მგონი რომ ეს პროექტი ვერ განვითარდება. პირდაპირ მინდა გითხრათ. ანგისის სტადიონზე მინდა გითხოთ გელა, რამდენჯერმე იყო გაპიარდა რომ უნდა დაწყებულიყო, ჯერ იანვრის ბოლოს უნდა დაწყებულიყო, შემდეგ თებერვლის დასაწყისში და რა ხდება ამჟამად? თქვენგან გვინდა მოვისმინოთ ეს ინფორმაცია, იმიტომ რომ ჩვენ რამდენჯერმე გავაჟღერეთ ეს ინფორმაცია და მე მინდა გითხრათ რომ ანგისის სტადიონი მიეკუთვნოდა ბათუმის დინამოს, დღესდღეობით იურიდიულად ქალაქის მერიამ გადაეცა და ამისთვის დღევანდელი საფეხბურთო ბათუმის სამყარო ესე ვთქვათ ვიბრძვით რომ ეს ისევ დავიბრუნოთ. იმიტომ რომ ეს არის საფუძველი განვითარების ფეხბურთის აჭარაში. ამაზე მე მგონი ყველა შეთანხმებული ვართ. მე მინდა რომ ყველამ კარგად გამიგოს, არავის არ მინდა რომ ისე მიიღოს ცუდად თუ როგორც არის. მინდა პირდაპირ თქვა რომ ბათუმის დინამო რომ იყოს დღეს რომ ამ მდგომარეობაში არის, ზუსტად იმან მოიტანა ეს რაც დაგვემართა რა. ამდენი სტადიონის დაკარგვა, დიდი სტადიონის არ ქონა, თუ მინდა რომ ბათუმის დინამოს კონდეს თავის სახელი და თავის წარმატება, უნდა გაკეთდეს ჯერ ბაზა და შემდეგ დიდი სტადიონი. გელა, დინამოს გარკვეულწილად დაწყებული აქვს აი ამ ფეხბურთის პოპულარიზაციის პროგრამის განხორციელება, რაც ბავშვთა ფეხბურთის მხარდაჭერით გამოიხატება და მასობრივი ფეხბურთის მხარდაჭერასაც ახორციელებს ბათუმის დინამო. ამის თაობაზე თუ შეიძლება გითხარით. ჩვენ ბათუმის დინამოს კლუბი ჩართული ვართ უკვე მასობრიობის განვითარებისთვის აჭარაში, შევქმნით ეზოს ფეხბურთი, სადაც 200-მდე ბავშვი არის უკვე დადის. თვითონ ბათუმის დინამოს სკოლაში 240 ბავშვი ყავს, ასაკობრივი გუნდები დაკომპლექტებით 9 ასაკობრივი გუნდი ყავს, რომლებიც ჭაბუკთა ლიგაზე გამოდიან, აჭარაგურის ჩემპიონატზე გამოდიან, სამეგრელოს ჩემპიონატში მოყებულობენ მონაწილეობას, მაგრამ ისევ და ისევ მივდივართ იმ ინფრასტრუქტურის არქონასთან კავშირში, რომელიც ხარისხზე ვერ მუშაობთ, ვერ ღებულობთ პროდუქტს, რომელმაც უნდა ასაზრდოს ბათუმის დინამოს პირველი გუნდი. იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ფეხბურთელს ვერ მივაწვით ბათუმის დინამოს. ჩვენ უცხოეთიდან ვერ ვიყიდით ფეხბურთელს, ვერ სხვა რეგიონები, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და ამ ერთი ბაზის გაკეთებით, სადაც 4 საფეხბურთო მინდორი კარგად ჩაეტევა და საკმარისი იქნება თვითონ კლუბის განვითარებისთვისა და მთლიანად ზოგადად აჭარაში ფეხბურთის განვითარებისთვის ეს რო გაკეთდეს, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ფეხბურთისათვის. მადლობას გიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მაყურებელს შევახსენებთ, რომ ჩვენი სტუმარი იყო ბათუმის დინამოს განვითარების მენეჯერი გელა შეყილაძე. მე მინდა კიდევ ერთი თემა დავუბრუნდეთ, გარკვეულწილად ბატონოთ არ ვისაუბრეთ ჩვენ საჯების ანაზღაურებას, რაც შეეხება, რამდენად ნორმალურია, რომ პირველი ლიგის მსაჯს 150 ლარი ხელფასი აქვს და რამდენად შეიძლება რომ მას მოუთხოვოთ ობიექტური მსაჯობა. ეხლა უმაღლეს ლიგაში ჩემპიონატზე გაცილებით მეტი ანაზღაურება ვიდრე პირველ ლიგაში. მე რამდენადაც ვიცი და იმედია მომავალ წლიდან იგეგმება პირველ ლიგაში ანაზღაურების მომატება. ეს ფედერაციის პრეროგატივაა თუ როგორ უნდა გადაწყვეტოს? კი, ფედერაცია განკარგავს ამ საკითხებს. მაგრამ ეხლა რამდენიც არის ანაზღაურება,
ეს იმას არ ნიშნავს, რომ საჯი იყოს ტენდენციური. ეს მე როგორც ამავე დროს საჯთა კომიტეტის წევრი ვარ საქართველოს და ამ საკითხს ძალიან ყურადღებით ექცევა საერთოდ კომიტეტი სასაგაყოფილება და იმედია მომავალში მოიმატებს. ანაზღაურება მოიმატებს და პასუხისმგებლობაც შესაბამისად გაიზრდება, კი, რა თქმა უნდა. ბატონო ოთარ, კიდევ ერთი საკითხი. მომავალ წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია. დიახ. თარიღი ხომ არაა დადგენილი და ხომ არ ყავთ სავარაუდო კანდიდატი ამ ეტაპზე. შეიძლება არ გააჟღეროთ, მაგრამ რეზო არბელაძემ და ვლადიმერ გუცაევმა გამოთქვეს სურვილი მონაწილეობა მიიღონ ამ საპრეზიდენტო არჩევნებში და თქვენ ხომ არ ყავთ შეგულებული? არა, მე ჯერები არავინ არ მეკითხება და როგორ თქვენხართ ინფორმირებული, ისე ვარ მეც. ჩვენ ახლა მსაჯები მაგ საქმით ამ ეტაპზე არ ვინტერესდებით, ჩვენ გვაქვს ჩვენი საქმე, ჩვენ გვაქვს ჩვენი სამუშაო და ალბათ მოვა მაგის დროს და იქნება თავის წარმოადგენელი. ჯაბა, ვინმე ყავთ შეგულებული, ვისაც წარადგენთ აჭარის რეგიონიდან საპრეზიდენტო კანდიდატად? აჭარასის არჩევნები. კი ბატონო, მას შემდეგ და რაც კი ბატონო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ აქ რეგიონში გამართება აჭარის ფეხბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები. მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში აქ რეგიონიდან ვინმე ხომ არ ყავს შეგულებული? ჯერჯერობით კარგით, მიუბრუნდეთ აი ამ პროექტის ფეხბურთის განვითარების პროექტის განხილვას, პროექტის მიხედვით იგეგმება B კატეგორიის 4 მწვრთნელის მომზადება, ანუ დააფინანსებს ფედერაცია და A კატეგორიის 2 მწვრთნელის მომზადება, B კატეგორიის მწვრთნელის მომზადება სხირებულება 800 ლარია, ერთი მწვრთნელის მომზადება, ხოლო A კატეგორიის 3000 ლარი თუ არ ვცდები, ჯაბა. ზუსტად შევიმუშავეთ მწვრთნელთა გადამზადების პროგრამა. აუცილებელია რომ ყავდეს კვალიფიციური მსაჯები, სამწვრთნელები უკაცრავად, მეც გავიარე ის ყველა გზა, ჯერ ავიღე C კატეგორია, შემდეგ B კატეგორიას დავეუფლე და საკმაოდ ნაყოფიერი იყო თვლი ის ცოდნა განათლება, რომელიც მე მივიღე. საკმაოდ კარგად ახორციელებს აი ამ პროგრამას საქართველოში ბატონი გაიოს დარსაძე, დიდი მადლობა მინდა მას ამისთვის გადაუხადო და აუცილებელია რომ ფედერაციამ უკვე დაიწყოს ფიქრი, აჭარის ფედერაციამ დაიწყოს ფიქრი, რათა ნიჭიერ და პერსპექტიულ მწვრთნელებს ხელი შეუწყოს აღნიშნული სწავლების და კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში. თანხა საკმაოდ მოზრდილია, ესე რომ ვთქვათ, და ყველა მწვრთნელი ვერ ახერხებს აღნიშნული სწავლების კურსების გავლას, ამიტომ ჩვენ დავაკორექტირეთ ეგ პროექტი კიდე და 4-ის ნაცვლად 6 მსაჯი გავითვალისწინეთ, ესე იგი მწვრთნელი უკაცრავად, ესე იგი 6 მწვრთნელი გადანაწილდება აჭარის ყველა რაიონიდან და მოხდება მათი სწავლების საფასურის დაფინანსება. ამ მწვრთნელებს, რა თქმა უნდა, სპეციალურად ფედერაციაშივე შექმნილი კომისია გამოავლენს სხვადასხვა შედეგებითა და ასევე აღსაზრდებთან მუშაობის კუთხით. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ფეხბურთის სკოლებში ესეთი პროგრამა და ფეხბურთის სკოლების ფარგლებში დავამზადებთ 10 მწვრთნელს C კატეგორიის, ანუ დამწყებ მწვრთნელებზეა საუბარი. ასევე იგეგმება A კატეგორიის დაფინანსება და იცით რომ A კატეგორია 3000 ლარი ღირებულებისა და საკმაოდ დიდი ფუფუნებას წარმოადგენს და ასევე ეს დიდი мотиваცია იქნება კიდევ მწვრთნელებს, რომ წარმატებით მუშაობის შემთხვევაში მოხდება მათი მუშაობის დაფასება და ფედერაცია მათ დაუფინანსებს აღნიშნულ სწავლებას. ერთ საკმაოდ მნიშვნელოვან დეტალს მინდა შევეხო. აბსოლუტურად ყველა პროექტის ფასი იქნება 0 თუ კი რაღაც შედეგი, რა თქმა უნდა, არ მივიღეთ და აუცილებლად უნდა მოხდეს ხარისხის კონტროლი. ამიტომ ჩვენ ფედერაცია აქტიურად ვიმუშავებს, რათა ბატონი ოთარი ყავს აქ და ბატონი ოთარი განახორციელებს მსაჯების მუშაობის ხარისხის კონტროლს და ასევე გვინდა აქტიურად ვიმუშაოთ ბატონ გაიოსთან, რათა მოხდეს წარმომადგენლის დანიშვნა, დაუშვათ ჩვენ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელი. ჩვენ უზრუნველყოთ დაუშვათ მის ხარჯ დაუშვათ ანაზღაურებას, პიროვნება კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სისტემატურად მოახდენს მწვრთნელების მუშაობის ხარისხის კონტროლს, იმ მწვრთნელებზეა საუბარი, რა თქმა უნდა, ვისაც დაუშვათ ფედერაცია ასევე სხვადასხვა ღონისძიებები, სხვადასხვა ტურნირები აუცილებლად. მე მინდა კითხო, აჭარაში რამდენი B კატეგორიის და A კატეგორიის მსაჯები? ჩემი მონაცემებით დღეისათვის დაახლოებით შემიძლია გითხრათ, ყავს 30-35 B კატეგორიის მწვრთნელი და 7 A კატეგორიის მწვრთნელი. ეს საკმაოდ დაბალი ნიშნულია, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ჩვენ ყავს რეგიონში, როგორც აღნიშნეთ,
5 კლუბი პირველ ლიგაში, 5-ვე კლუბმა უნდა მიიღოს ლიცენზირება და თუ კი ისინი არ აკმაყოფილებენ გაგული კრიტერიუმებს, ვერ მიიღებენ ლიცენზირებას, დღეს თუ ორსტერი მხოლოდ ლიცენზირება ბათუმის დინამოსაა გავლილი, დანარჩენ ყველა კლუბს აქვს ეს პრობლემა. ჩვენთან სტუდიაში იყო მალხაზ მახარაძე ბათუმის დინამოს დირექტორის მოადგილე და ესეთი ძალიან კარგი სიტყვები თქვა შოთა ჭეიშვილზე ვკითხეთ ბათუმის დინამოს მწვრთნელი, გენიალური ადამიანი და გენიალური მწვრთნელი. ძალიან უდიდეს პატივს სცემთ ამ ადამიანს. გნებავთ შედეგიდან, გნებავთ როგორც ადამიანი ისე. და შოთა ჭეიშვილზე ვკითხეთ მას არ აქვს კატეგორია, არც A კატეგორია, და არც B კატეგორია, თუ არ ვცდებით და აი ესე თქვა შოთა ჭეიშვილი ლექციას უნდა უკითხავდეს ახალგაზრდებს, თუმცა ამ ეტაპზე მას არ აქვს კატეგორია, არც კატეგორია, არც A და არც B და ხომ არ იგეგმება შოთა ჭეიშვილისთვის ახლა. ეს როგორი საკითხია, ბატონო რეზო, ყველა 3 წელიწადში ლიცენზირება უნდა გაიაროს რეფრეში, ანუ გადახალისება. ბატონო შოთას დიდ პატივს სცემდა იმას იმდენი გადამზადება და ლიცენზირება გავიმი რომ უზარმაზარი პრაქტიკული გამოცდილება. უბრალოდ აი გამომდინარე იქიდან რომ წესია და კანონია და აუცილებელია რომ უმაღლესი ლიგის და პირველი ლიგის კლუბის მწვრთნელი იყოს A კატეგორიის, როგორც არის, კარგი იქნებოდა რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად დიდი განათლების პიროვნება და იმდენად ძველი ადამიანი ძალიან ერუდირებული პრობლემას არ წარმოადგენს, რომ ალბათ მე რომ მკითხავდნენ პირველ რიგში ალბათ შოთა ჭეიშვილს უპრობლემოდ მივანიჭებდით A კატეგორიის. თავისი შედეგებიდან გამომდინარე და გნებავთ თავისი ადამიანობიდან გამომდინარე. ეხლა რაც შეეხება ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას, როგორ აპირებთ აი ასაკობრივი ჩემპიონატების ჩატარებას? ჩვენ ეს პროექტი დავდევით, ასაკობრივი ჩემპიონატების პროექტი, ჩვენ დავდევით კონკრეტულად გაწერილი ბიუჯეტი და რეგლამენტზე და ტურნირის ჩატარების თან ანუ როგორ უნდა ჩატარდეს, ასისტენტებთან ჩატარდეს, შევთანხმდებით როგორ რა თქმა უნდა სასაჯიბრო კომიტეტის ხელმძღვანელთან, ვინც დაინიშნება და ასევე სასაჯო და სადამკვირვებლო კომიტეტის ხელმძღვანელთან ბატონო თარგუნთაძესთან მივიღებთ საბოლოო ვერსიას. ამ ეტაპისთვის მოდელი არის ესეთი, ჩვენ გეგმავთ დაახლოებით 10 გუნდიან ჩემპიონატს 5 ასაკში, აჭარის რაიონის მასშტაბით. რაიონების ჩართვა თუ აუცილებლად ხულო, შვახევი, ხელვაჩაური, გობულეთი, ჩაქვი, აუცილებლად ეხლა ვიღაცამ შეიძლება შეგვეკითხოს დაუშვათ რა ინფრასტრუქტურაზე იგეგმება. იმაზე რაც დღეს რეალობაში გაგვაჩნია. თუ დაუშვათ ხულოს მოედანი არ აკმაყოფილებს სტანდარტებს, ვითამაშებთ იმ რეალობიდან გამომდინარე რეალობას გაგვაჩნია. ეს არის ზოგადად ესტონური მაგალითი, ჩვენი პროექტი დაყრდნობილია სხვადასხვა წამყვანი ქვეყნების პროექტებზე, საკმაოდ ბევრი პროგრამა, რა თქმა უნდა, ქართულ რეალობაზეა მორგებული, მაგრამ რეალურად ეს პროექტი განხორციელდა ესტონიაში საკმაოდ წარმატებითაც და ვფიქრობ, რომ ჩვენ შევგვწევს იმის ძალა, რომ განვახორციელოთ, ყველა რეგიონი იქნება აბსოლუტურად ჩართული, რეგიონში მივავლენთ მსაჯებს, მივავლენთ ინსპექტორებს, რათა უმაღლეს დონეზე იყოს დაცული სათამაშო ეთიკა და უმაღლეს დონეზე უნდა იმუშაოს, რა თქმა უნდა, სადისციპლინო კომიტეტმა, რათა თავიდან ავიცილოთ ის ვანდალიზმები, რაც დღეს მოედნებზე ხდება. არა მგონია ასეთი რაღაცები ახლა ბავშვთა შეჯიბრებაზე მოხდა. სხვადასხვა ნუ არის მშობლების და ზედმეტი ჩარევების და ესეთი ხო, ამიტომ კი რა თქმა უნდა და ესეთი რაღაცები არის მსაჯი მწვრთნელების კუთხითაც ჩვენ რეგიონში რამოდენიმე მწვრთნელი, რომელიც ცოტა ესე ფიცხი ხასიათიდან გამომდინარე ასე ემოციურად ძალიან ემოციურად იქცევა და აი ესეთი პიროვნებებთან ცოტა ესეთი თავისებური მიდგომა უნდა და ამისთვის ვიმუშავებთ რომ დავხვეწოთ და ეს ყველაფერი გარკვეული პერიოდის შემდეგ მოგწევს პროფესიონალიზაციის ზრდას, ის ბავშვები რა თქმა უნდა უფრო პროფესიონალად გაიზრდებიან, არ შეიძლება სათამაშო სიტუაციაში მწვრთნელი ამ მშობელი მსაჯობდეს რა რეალობას დღეს ჩვენ გვაქვს. კარგი. ბატონ როსტომ შეგადაში გვასწორებთ ახლა რაც შესაძლებლობები გვაქვს ჩვენ. კი ბატონო, უფრო მეტი კარგად ხდება. ხომ არ გიფიქრიათ რომ აი მწვრთნელთა წახალისების პროგრამა დაგემატებინათ აი წარმატებული მწვრთნელები ბავშვებში, უფრო სასაკში ვინც მუშაობს, აი მწვრთნელების რომ გუშინ გავიარეთ და ამ პროექტში ეს ნამდვილად ჩადებული არის. რა თქმა უნდა, მწვრთნელების ანაზღაურება ძალიან დაბალი არის. არის მწვრთნელები 150 ლარს ღებულებენ დაახლოებით 200 ლარამდე. რა თქმა უნდა, ეს არ არის ის დიდი თანხა და ხელფასი, რომ ოჯახი არჩინოს. ამიტომ ამ პროექტში ბატონ ჯაბას ყველაფერი გაწერილი აქვს ამ მწვრთნელებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, მწვრთნელები ჩვენ კვალიფიკაცია ისიც უნდა გავაკეთოთ, რომ გავაგზავნოთ კიდევ საზღვარგარეთ და ისეთ გუნდებში, რომ მიიღონ გადამზადება მიიღონ იმ გუნდებში, სადაც მაგალითად თქვა თუ გინდათ თურქეთი ახლოს არის და გალათასარაი იქნება, ბეშიქტაში იქნება, აიაქსი იქნება თუ
აი ეს უნდა გავაკეთოთ, რომ თმელმა კი თავისუფლად რა შესაძლებელი თქმა უნდა ანაზღაურება, როცა წახალისება უნდა იყოს კარგ თმელებზე, მის მოინდომებს ყოველთვის, მის აზრებს და მის ყველა იმ ჩაუდებს იმ ახალგაზრდა ბავშვებს, ამას რაჯობი უნდა გადავახალისოთ და აი ამ საკმაოდ უბრალოდ გამომჩა დავამატებდი რომ აი აჭარის ასაკობრივ ჩემპიონატებში გამარჯვებული გუნდები გაემგზავრება საერთაშორისო ჩემპიონატზე და გამარჯვებული გუნდის მწვრთნელებს დაენიშნება სტიპენდია 250-300 ლარის ოდენობით მთელი წლის განმავლობაში. და საზღვარგარეთ გამგზავრება ამ პროექტის ფარგლებში ესე ერთგვარი პრიზი გუნდისთვის რომელიც ჩემპიონატში გამარჯვებული გახდება. ეს მოგწევს იმის საშუალებას რომ პრესტიჟული გავხადოთ ტურნირი და ჩართულობა უფრო მეტი იყოს. ასევე სამომავლო ჩვენ გეგმავთ რომ უკვე დავარქოთ აჭარის ღია ჩემპიონატი შესაძლებლობა მივცეთ გურიის სხვა რეგიონიდან მიიღო მონაწილეობა. კარგით, ერთ-ერთი მუხლი გაწერილია აქ ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნა, რომელიც ინვესტიციების მოძიებაზე იზრუნებს და ემაზე თუ გიფიქრიათ, როგორ უნდა მოხდეს ფეხბურთში ინვესტიცია. ეს არა მარტო ჩვენი პრობლემა, ზოგადად ქართული პრობლემაა. არ უნდა ბიზნესმენს ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში დაინტერესება უნდა ჰქონდეს. და რითი უნდა კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს მაშინ რითი როგორ აპირებთ რომ დააინტერესოს გაწერილია კი ბატონო გეტყვით ამ საკითხთან დაკავშირებით საკმაოდ საინტერესო ჩემთვის საკითხია გარდა სანამ ამ პროგრამა შევქმნით ჩვენ მეგობრებთან ერთად 4 წელია სათავეში ვდგავარ აჭარის ფუტზალისა და საფლავჟო ფეხბურთის ფედერაციას და აღნიშნული პრობლემა იქაც ვქონდა რა თქმა უნდა და მივაგენით ესეთ მარტივ საკმაოდ საინტერესო გასაღებს ერთი სიტყვით რო ვთქვა. გვჭირდება კვალიფიციური მარკეტინგისა და PR-ის თანამშრომლები. დღეს არის როგორი მიმართულება ფეხბურთის ფედერაციაში აუცილებლად უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელიც იყო ადრე ფეხბურთელი, ან დაუშვათ შეხება ჰქონდა ფეხბურთთან. არავითარ შემთხვევაში ეს ადამიანები რა თქმა უნდა იყვნენ ჩართული ფეხბურთში, მაგრამ უნდა იყვნენ კომისრებად ჩართული, უნდა იყვნენ სხვადასხვა დაუშვათ აქტივობებში ჩართული, მაგრამ კონკრეტულად მარკეტინგის კომიტეტში უნდა მუშაობდეს ადამიანი, რომელიც მარკეტინგის კუთხით გამოცდილება აქვს და შეუძლია კონკრეტულად მივიდეს სპონსორთან და დააინტერესოს ის. არის ორი მიმართულება სპონსორებთან მუშაობის. ერთი როცა გეხმარება და მეორე როცა მას სარეკლამო ინტერესი აქვს. ამიტომ დღევანდელ რეალობაში ჩვენ ფედერაციებს უბრალოდ გვეხმარებიან სპონსორები. ნაკლებად აქვთ სპორტში მათ ესეთი სარეკლამო ხედვა. ამიტომ ჩვენ უნდა შევძლოთ ისეთი ადამიანების ჩართულობა, ამიტომ ხელფასებიც მაქსიმალურად ისე გვაქვს გათვალისწინებული, კვალიფიციური კადრები თუ არ დაკომპლექტდა ფედერაცია და სტრუქტურულად ძლიერი ერთი ორგანიზმი ვერ შევქმნით, ნოლი იქნება ამ პროგრამის და პროექტების განხორციელება. ამიტომ ჩვენ გვინდა მაღალკვალიფიციური ადამიანები, რომლებიც მაღალ პროფესიონალურად განახორციელებენ თავიანთ საქმიანობას. ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ შევძლებთ იმ მიზერულ რაღაც დაფინანსებების მოზიდვას, რაც სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში დაგვეხმარება, რომელიც აქ გათვალისწინებული არ გვაქვს პირველ ეტაპზე. თუნდაც დაუშვათ სოციალურად დაუცველი ნიჭიერი ფეხბურთელების სტიპენდირება. სტუდენტების ჩართვაზე მინდა რომ სტუდენტები თქვით ჩვენ აუცილებლად რომ სტუდენტების მიმართულებით გიგება საჭების კულტურით საუბარია კი ბატონო და ესე იგი ჩვენ მოდელი გითხარით რაზე ვჯერდებით უნდა შევუქმნათ მათ мотивация ამ შემთხვევაში ჩვენ ვუქმნით მათ ფინანსური мотивациას ანუ ვამზადებთ უფასოდ ვეხმარებით გამოცდების წარმატების ჩაბარებაში ანუ ვეხმარებით იმ კუთხით რომ ვასწავლით შემდეგ ამ ადამიანებს ჩვენ გადამზადებულ მასწავლ კვალიფიკაცია მინიჭებულ ადამიანებს ვასაქმებთ და მათი ანაზღაურება საშუალო თვეში იქნება 400-500 ლარი და მერწმუნე სტუდენტი რომელიც ჩაბათკვირას ავა ანკედაში ან ხელვაჩაურში ან ქობულეთში დღეში ერთ-ორ თამაშს იმსაჯერდა თვეში 400-500 ლარს გამოიმუშავებს საინტერესება იქნება საკმაოდ მისასალმებელი და კარგი პროექტია გადაცემის დასასრულისკენ მივდივარ და თუ შეიძლება თითოეულმა ჩვენთან გამო შევაჯამოთ ეს პროექტი და რას მოუტანს იგი ჩვენს რეგიონს ამ პროექტის იმ შემთხვევაში თუ პროექტი განხორციელდება ბატონ როსტომ თქვენგან დავიწყოთ მე ვფიქრობ რომ რა თქმა უნდა პროექტ ჩვენ გავეცანით უკვე ორჯერ იყო პრეზენტაცია შედგა შიდა პრეზენტაცია რასაც ქვია ვფიქრობ რომ ეს პროექტი გაამართლებს როგორც ძველი ფეხბურთელი და როგორც აჭარის ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე ვფიქრობ რომ ეს პროექტი გაამართლებს და ხელი უნდა შევუწყოთ ამ პროექტს რა თქმა უნდა ჩვენ მივიტანთ პირადად მე ეხლა გვექნება პრეზენტაცია უმაღლეს საბჭოში და მთავრობის თავმჯდომარესაც დავაპატიჟებ, მთავრობიდანაც იქნება წარმომადგენლები და ვფიქრობ, რომ მხარს დაგვიჭერენ ამ პროექტის განვითარება. აუცილებლად. ბატონ ოთარ, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა საჯების მომზადებაა და ეს ალბათ ძალიან ისეთი კარგი სასიამოვნოა, რომ ამ პროექტში გაწერილია სამსაჯო საკითხები, პრობლემები.
ну, როგორც ეგარ მოგახსენეთ, აჭარის ფეხბურთის ფედერაციამ ცოტა ადრე იფიქრა ამ საკითხთან დაკავშირებით. აჭარის სპორტის დეპარტამენტის ხელშეწყობით დაწყებულია სამუშაო, უკვე პრაქტიკულად მიმდინარეობს საერთო მომზადების პროგრამა. და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ პროგრამაში ძალიან ნათლად არის გაწერილი ჩვენი პრობლემები, ჩვენი ეს საკითხები გადასაწყვეტი, რომელიც აუცილებლად უნდა გადაწყდეს და იმედია მთავრობა დაუჭერს ხარს და ჩვენც დავით ძალზადყოფის რეალობა რეგიონში შეიძლება რამდენიმე უდავოდ ახლა აჭარას რა ვიცი მე რამდენადაც მახსოვს დიდი მსაჯები არასდროს არ ყოლია ну მახსოვს ცოტა იქეთ მაგრამ ამ ბოლო პერიოდში ნამდვილად არ იყო და არის ძალიან კარგი საწინდარი ეს პროგრამა რომ ამის საშუალება მომავალში მოგვეცს ბოლოს შევაჯამებ და გეტყვით რომ პროექტის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ გადამზადებულ და კვალიფიციურ მსაჯებს. მსაჯების დახმარებით ჩვენ მივიღებთ კვალიფიციურ და პროფესიულ ასაკობრივ ჩემპიონატებს, რომლებშიც ჩართული იქნება ბავშვები, რომლებიც ასევე პროფესიული კუთხით გაიზრდებიან. იმიტომ რომ ფეხბურთს ჭირდება კვალიფიციური თამაში, მაღალ ორგანიზებული თამაში, რომლის გარანტიას მსაჯია. მივიღებთ კომისრებს, რომლებშიც ვეტერანი ფეხბურთელები იქნება დასაქმებული და რომლებიც თამაშის მიმდინარეობის პროცესში შეეცდებიან სამსახურო და სადამკვირვებლო კომიტეტის ხელმძღვანელს ყოველი თამაშის მოხსენება წარუდგინონ. ჩვენ მივიღებთ მასობრიობის ზრდას პროცენტულად, იმიტომ რომ აქ იქნება სკოლების ჩართულობა, სტუდენტების ჩართულობა, ქალაქების ჩართულობა, აქ იქნება სოფლების ჩართულობა, აჭარის ნაკრები გუნდების ჩართულობა. აუცილებლად ჩვენ მივიღებთ კვალიფიციურ მწვრთნელებს, რაც ყავს მატება, რა თქმა უნდა. აუცილებლად ჩვენ მივიღებთ მეტ ჩართულობას, რადგან ჩვენ შევდივართ ფეხბურთი ბაღებში, ფეხბურთი სკოლებში, ფეხბურთი ისე გამომიორდები უმაღლეს სასწავლებლებში. ჩვენ მივიღებთ პროფესიულ კადრებს, რომლებიც ხვალ იქნებიან მზად, უფრო დიდი და მასშტაბური პროექტები განახორციელონ. აი ეს არის ის ძირითადი ნიუანსები, რითაც უნდა დავიწყოთ და სადაც უნდა მივიდეთ. და ყველაზე მთავარი და უმთავრესი რაც არის, აი ამ პროექტის განხორციელება მოგცემს იმის სტიმულს და იმის საშუალებას, რომ გარკვეული ინვესტიციები მოვიზიდოთ. რაც შემდგომში დაგვეხმარება უფრო მასშტაბური პროექტების განხორციელებაში. აქვე მინდა დავამატო და დიდი მადლობა გადაგიხადოთ ამ გადაცემის ორგანიზებისთვის, დიდი მადლობა გადავხადო ბატონ როსტომს, ბატონ ოთარს, ყველა იმ ადამიანს ვინ ჩართულია აღნიშნული პროექტის განხილვაში, მე მინდა დიდი მადლობა გადავხადო სპორტის დეპარტამენტს, ჩვენ ამოდენიმე თვიანი სისტემატიური მუშაობა გქონდა მასთან, ბატონ მერაბთან და მე მინდა ყველას ვთხოვო, ვისაც სურვილი აქვს ჩაერთოს, ჩაებან აღნიშნული პროექტის განხილვაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ იმას, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენ რეგიონი დაადგება იმ სწორ გზას ფეხბურთის განვითარების კუთხით, რაც გარკვეული წლების შემდეგ საკმაოდ კარგ შედეგს მოგცემს, საკმაოდ კარგ განვითარებულ ინფრასტრუქტურას მოგცემს და ეს იქნება თითოეული ჩვენთაგანის არაერთ ქართულ სახელოვან ფეხბურთელს გაზრდის, როგორც ეს ამ მანამდე ხდებოდა. დღევანდელი გადაცემისათვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. გადაცემის ბოლოს ერთ სასიამოვნო ინფორმაციას მოგაწვდით. ესპანეთში დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე სამბოში ქართველმა ფალავნებმა 19 медали მოიპოვეს. სასიამოვნოა, რომ ნაკრების წარმატებაში თავიანთი წვლილი ჩვენი რეგიონის სპორტსმენებმა შეიტანეს. სალომე აბაშიძე ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო ლერი ბედინაძე, რეზო წულუკიძე და თორნიკე ჭოველიძე ვერცხლის მედალოსნები. ვილოცავთ მათ ამ წარმატებას, მე კი ამ სასიამოვნო ინფორმაციით გემშვიდობებით მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენი სტუმრები იყვნენ ფეხბურთის განვითარების პროექტის ავტორი ჯაბა ჯანტურია, აჭარის ფეხბურთის განვითარების სამთავრობო კომისიის თავმჯდომარე როსტომ შერვაშიძე და აჭარის ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო სადამკვირვებლო კომიტეტის თავმჯდომარე ოთარ გუნთაძე. ნახვამდით, კარგად ბრძანდებოდეთ.